პოლიტიკური შეფასებების თემა გენერალ-მაიორის ვახტანგ კაპანაძის განცხადებები. ის ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში კონკრეტულ ობიექტებს ასახელებს საქართველოში, რომლებიც მისი მოსაზრებით შესაძლოა ირანის შეიარაღებული ძალების სამიზნე გახდეს და საუბრობს თუ რას იზამდა თავად, რომ ყოფილიყო ირანის ხელისუფლების ადგილზე. იზრდება საფრთხე როგორც მეზობელი ქვეყნებისთვის, ასევე საქართველოსთვის. საქართველოში არის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ეს არის სამიზნე ირანის ხელისუფლებისთვის. თუ კი ჩვენ ავიღებთ ბაქო ჯეიჰანის მილსადენს და ეს არის მიზანში ამოღებული. ვეცდებოდი ყველაზე დაუცველ ადგილზე დამერტყა და ყველაზე დაუცველი ადგილი საქართველოა. ასე რომ მე ამას ვერ გამოვრიცხავ, აცხადებს ვახტანგ კაპანაძე. სწორედ ეს განცხადებები გახდა დღეს კაპანაძის მისამართით გამოთქმული კრიტიკის საფუძველი. ნებისმიერი საჯარო პირი, მოდი ასე ვთქვათ, რომელსაც აქვს წვდომა გარკვეულ აუდიტორიაზე და მისი განცხადებები შეიძლება გავრცელდეს მედიის საშუალებით და ამას გარკვეული დაფარვა შეიძლება კონდეს, რა თქმა უნდა, მათ მართებთ დიდი პასუხისმგებლობა და მოუწოდებ, რომ სანამ ეს განსაკუთრებით, სანამ ესეთი რთული ვითარებაა ჩვენს გარშემო რეგიონში და მთელ მსოფლიოში, თავი შეიკავონ ასეთი ტიპის განცხადებები. როდესაც არარიგითი ადამიანი, არამედ ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი, გენერალი ამ ტიპის განცხადებებს აკეთებს, რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირ მტრისთვის გაკეთებული განცხადება და მონიშნა საკუთარი ქვეყნისა, რომ აი სწორედ ამ წერტილში უნდა განახორციელონ სამხედრო დარტყმები. ეს არის დაპირისპირებული მხარეების მოწვევა, წითელი დროშების აფრიალება, წითელი ნაჭრის აფრიალება, რომ ეს ქვეყანაც უნდა გახდეს მათი სამხედრო დარტყმების სამიზნე. ამიტომ რა თქმა უნდა, ეს დივერსიასთან ერთად ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი განცხადებებიც. წარმოუდგენელია, როდესაც არის ადამიანი საქართველოს გენერალი და ამავდროულად საუბრობს სავარაუდო სამიზნეებზე საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს თავდასხმისათვის. შეუძლებელია, რომ ადამიანს უყვარდეს თავისი ქვეყანა და შემდეგ საუბრობდეს იმ სავარაუდო სულ წერტილებზე, სადაც შეიძლება თავდასხმა განხორციელდეს, როდესაც ომის ქარცეცხლი ტრიალებს ჩვენი ქვეყნის გარშემო და ჩათვალეთ, რომ დაახლოებით ეს არის იგივე მანძილი, რაც საქართველოს ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე და ამ პერიოდში, როდესაც კონკრეტულად აირჩევ რომელიმე მხარეს, აპრიორი აღმოჩნდები ჩათრეული ომში, რასაც ჩვენ არ ვაკეთებ და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ფრთხილი, მოზომილი განაბიჯების გადადგმა.